აბა კაი გამარჯობა. ეს არის რაც არის. ჰოპ. მეგობრებო და მოგენატრეთ. კი ძალიან ბევრი ხანია აღარ გადაგვიღია პოდკასტი. ხო. მოგლედ აქ ვართ, მე და მისტერ გაბრიელი, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვენს ჩოულ ფორმატს და თქვენი თხოვნებიდან გამომდინარე შევეცდებით უფრო მალმალე გადავიღოთ, ხო? დიახ. იმიტომ რომ გაბრიელს სკოლაშიც ეუნებიან, ეზოშიც გვეუნებიან, მეც სხვათა შორის თავიდან ბავშვობმა დაიწყეს რაღაც უფრო აქტიურობა და ეხლა უფროსებიც მეუნებიან ხოლმე. რა საინტერესო საუბრები გაქვთო, მამაშულურიო და ბავშვთან ერთად ზივარო და გიყურებო ამას წინ ერთმა მითხრა და ხშირად გააკეთეთო. ჩვენ დღევანდელი საუბრის თემა არის ზრდილობა, კულტურა, გაგება და ჩახუტება. დიახ. ხშირად არის ხოლმე, როდესაც მოდიან ჩვენთან ბავშვები. ხო და როგორ გიყურებენ იცი? ჩვენ არ ვართ ეგეთები ახლა, სხვისი არ ვიცი, სხვისი პრაქტიკა, რომ აი როგორ გიყურებენ ხოლმე? თითქოს რაღაცა მიუწვდომლები ვართ და მორიდები. აი ყველაზე მაგრები ვარ და ეგეთებურებენ. ეგეთები არა ვართ მეგობრებო, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები. როგორც თქვენ ხართ. უბრალოები. ჩასახუტებელი. ესეთი ხალხი. ჯიგრები, მეგობრულები, ძმურები. ჩვენც გვიყვარს ლობიანი და ხაჭაპური. ხაჭაპური როგორც თქვენ და მოგლედ არაფერი ამაში მოსარიდებელი არ არის. იცი რა არის გაბრიელ? მართლა არიან ადამიანები, რომლებიც აი ისე იქცევიან პოპულარობის მერე, აი რამეს რომ მიაღწევენ, ხო ხდები? ისე იქცევიან, რომ აი თითქოს აი მე ვარო რა ყველაფერიო და მე ეს დამოკიდებულება ადამიანების მაკედან მოდის, რომ თვითონ იქმნიან ისეთ იმიჯს რაღაცა მიუწვდომლები არიან და ოლიმპოელები არიან, ეს რაღაც ღმერთების ამყოფელში ცხოვრობენ და რაღაცა ესე მოკრძალებით უნდა მოექცნენ და. კი. თავი ძალიან მაგარი გონიათ. ხო და ჩვენთან კიდე არ არის მასე მეგობრებო. ჩვეულებრივად მოკვდავები ვართ, კაცო, ჩვენც ისეთი ადამიანები ვართ, როგორც თქვენ და დიახ. მოდით ხოლმე დაგვენახეთ ხოლმე, სურათებიც გადავიღოთ, ვილაპარაკოთ. პირიქით, რაც უფრო ბევრ საინტერესო და კარგ მეგობარს შევიძენთ, ჩვენთვის მით უფრო კაი. რაც უფრო რო თქვი, თავში მე უნდა დააყოლო მით უფრო კაი. რაც უფრო არ არის. რაც უფრო ის, მით უფრო ეს. ტიპით ტაპატ. ათი ბუქნი დასცხო, არა, აჯმანია. კაი, მე. ეხა ვიდა, მიდი. არა. მოგლე ჩვენს უკან მიდის ფენიქსისა და სტიფის თამაში და რადგანაც ესეთი თემა გვაქვს მეგობრებო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვით, რომ მოვიდნენ ჩვეულებრივ გაბრიელ. დიახ. ჩავგეხუტეთ, ვიურთიერთოთ, ვიძმაკაცოთ. რა თქმა უნდა, ვილაპარაკოთ. კი, პრობლემა არ არის. არანაირი პრობლემა არ არის. თავარია არ გვეჩქარებოდეს ვარჯიშიდან სადმე და არ გავარბოდეთ, თორე ის დამოკიდებულება, უფრო უხერხულობას არ იწვევს ხოლმე, რაღაც ეს რო გიყურებენ და რო ვერ მოდიან და ერთი სული აქვთ რომ მოვიდა. რამდენჯერ მოსუხავ ხოლმე შედით. ბევრჯერ მივსულა. აი ესე უკიდან მიყურებს მოყვა და ეს ციყვი არ არის, მე რო ჩუჩულებენ ჩემზე და უკა მიბრუნდები და გამომარჯვებს ბიჭებს. ხო, ესე ჯობია რა თქმა უნდა ეხლა რა. მოკვდავნი ვართ რა, უბრალო ადამიანები ვართ რა. მოგლედ ზრდილობა და კულტურა თავის ადგილას დგას. შენ თაობაში უფრო მეტად ვიდრე აი შენზე უფროსებში, აი 5-6 წლის 5-6 წლით უფრო უფროსები რო არიან შენთან შედარებით, ხო? 16-17 წლისები. ხო, თვითონ ერთ ეპოქაში ცხოვრობენ და ერთ სოციუმში უძდებით, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სხვაობაა. შენ ხედავ ამ სხვაობას, აი შენი თანატოლების გაგებას და მენტალობას და 16-17 წლისებს შორის, აი რა სხვაობას როგორ ხედავ ამ სხვაობას? რაღაცა აშკარად არის, მე ვერ ამოვხსენი ჯერ წესიურად. რატოა აი ასეთ მცირე წლოვანობაში, ანუ 6 წელში ასეთი დიდი სხვაობა, მაგრამ სხვაობა მაინც დიდია მენტალური. კი. აი შენ რა შეხედავ ხოლმე? აი შენი თაობის ბავშვები უფრო როგორები ხართ? აი ზოგიერთი ცოტა არა, მოდი კარგზე ვსაუბროთ ჩვენ. კარგზე? ხო. არა, ისეთზე ცუდის თქმა ვიცი რო არ გინდა. ძალიან ცუდს არ იტყვი, გასაგებია, მაგრამ მაინც აი შენ თაობა უფრო როგორ მე როგორებს ხედავთ, იცი? როგორებს? უფრო მეტად ზრდილობიანებს, დაფიქრებულებს, უფრო მეტად ლაღები ხართ და გადართული ხართ განვითარებაზე, აი სპორტზე, სულ რაღაცა გინდათ რო აქტიურობებში იყო. ეგრეა. ხო. აი ყველაფერს ვაწვევით, აი თუ ამ სპორტზე შევალ იმას მივაწვევი, ეგრეა ახალი თაობა რა. არასდროს არ ვნებდებით, აი გულიანად ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. ხო და თითქოს ეს
5-6 აი ქეთოს თაობა მაგალითად სულ სხვა ტიპები არიან, თო უფრო მეტი სიგარეტი, უფრო მეტი ტყლარწო, უფრო მეტი ჩემი ესა ტიპები არიან, ხო ასე? და ეს არის რა სხვაობა რა, ანუ თითქოს ისინი უფრო მაინც ჩარჩნენ ამ 6 წელიწადში რაღაცა ძველში. თლიანობაში მე მგონი ესე გამოდის რა. და ესენი სხვანაირები არიან. აი შენ მეგობრებშიც ასაც გიყურებ, ძალიან ლაღი ბავშვები ხართ რაღაც. კი იციან წაუზრდელებები სიტყვით ვამბობ, ბიჭ სიტყვაობები, მაგრამ თლიანობაში ეს კულტურა მაინც აქვთ. ყოველ შემთხვევაში ამათ კამათს რო ჩაუვლი, აი ესენი რო თქვენ რო კამათობთ, ხო დაუშვათ რამეზე, ჩუმდებიან. და ანგარიშს გიწევ რო უფროსი ხარ და ამ 15-16 წლის ბავშვებს რო ჩაუვლი აჩერდებიან, აი რა რა არ მოგწონს ხოლმე ყველაზე მეტად მათში რომ და რო გახედავ ხოლმე ყველაზე ცუდი რა აქვთ ხოლმე აი ცი რა არის მოდ გოგოებზე ვიტყვი აი 16 წლის გოგოები სიგარეტს რო ეწევიან აუ ჩემი ის ჩემი ხო გეგონება ბიჭია ხო გეგონება ბიჭია რაღაცა ზღვარი წაშლილი როა ბიჭებსა და გოგოებს შორის შენც არ მოგწონს ხო არა მოგწონს რა კი ჩვენ ქონდა შემთხვევა მე და გაბრიელმა გამოვიარეთ და გოგოები რო უზდელობდნენ ერთმანეთს რო გითხარი წადი მეთქი ამათ დაველაპარაკები მეთქი რა და ამ გოგოებს რაღაცები აუხსენი რომ მე ვთხარი სირცხულია კაცო იქნება მამაშენის ან დედაშენის თანამშრომელი ვარ ახლობელი ვარ ძმაკაცი ვარ და შენ უბრალოდ არ მიცნობ და მე ამ დროს გიყურებ ხო და უცკევღეჭავ და რაღაცა და ხوازე ხარ და ნუ ერთ სიტყვით არ მიიღო ეს ჩემი დარიგება და გამოიარა დედამ თუ ვიღაცამ ნუ ხალი აშკარა დედა იყო და ნუ დედამ ისმა კინაღამ გამპუტა მოკლედ შენო ვინ გეკითხებაო და მე ვთხარი ახლა მე წავალ მეთქი კაროჩე რა და მოდი შენ კითხე საიდან წამოვიდა ჩვენი საუბარი და ზოგადად რა ურჩიე მეთქი და არ უცე ხა იმათ მაგრამ ამდენად სიმართლე უთხრეს იმ ქალს მაგრამ რეალურად ამ ქალს ერთი ის უთხარი რომ წამოვიდი რომ თავიდან შენ ხარ გასაზრდელი და შენ მეთქი შენ შვილებს რა უნდა უთხრა მეთქი ესეთი ის იყო რა ასე რომ ზრდილობა და კულტურა გახსოვდეთ რომ ოჯახის სარკეები ხართ ბავშვებო და თქვენ რასაც ხედავთ თვლით რომ ოჯახიც ასეთია შეიძლება არც არის სწორი ეს ხა სად ბავშვი და სად ოჯახი ბავშვი შეიძლება თავნება იყოს რაღაც მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს ბავშვის აქცეს როგორცაც უყურებ შენ ფიქრობ რომ ალბათ დედმა გინდა თუ არ გინდა გეფიქრება რომ აუ ალბათ ოჯახშიც ესე ხდება ხო ასე შენ როგორ მეგობრებს ავენიჭებ უპირატესობას როგორებთან ცდილობ რომ კონდეს ურთიერთობა ზრდილობიანებთან კეთილებთან რომლებიც ზურგში დამიდგებიან და დამიცავენ და შენც იგივეს ხო დიახ რა თქმა უნდა ეგეთი მეგობრები ყავს გარშემო კი კონე ესეთ შემთხვევა რომ ვინმესთვის შეგიმჩნევია ზედმეტად რაღაცა ესეთი შური რაღაცა და მე იმას ესე ნელ-ნელა დისტანცია დაგიჭერია და დაშორები ხარ კი ყოველია ეგეთი ვინმე მეგვერდზე მეგობარი კი შენ რამდენად იცი შური რა გზნობა ძალიან ვიცი რა არის ანუ შენ თვითონ გახასიათებს ხარ შურიანი ბავშვი არა მე არა ვარ აუ ეხა თავისქება არ არის ეს რაც აპარტავნება როგორ ფიქრობ ხარ თუ არა შურიანი ბავშვი არა შურიანი ბავშვი სხვის წარმატება გახარებს კი ძალიან მიხარია სხვა თუ რაღაც აი ვარჯიშებზე სხვა რაღაც კარგად აკეთებს შენ წევი ხარ და კივი ხარ ხოლმე კი ხო ასე რომ გარშემო ეგეთი მეგობრები უნდა ყავდეთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრი დიდი უფრო მეტი კონტაქტი თქვენ შულებთან მეგობრებო იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება თუ შულები არ გაუზარდეთ ოჯახებს უნდა დაუბრუნდეთ მაგის თქმა მე და მთლიანობაში დიახ ხო კიდე სტიფი და ჩვენ რას ვაპირებთ სტიფი უნდა დავშალოთ იმიტომ რომ საერთოდ აღარ გეგმავენ თამაშებს მარიაჟობენ ამ კამერაზე რო ჩნდებიან რა ვიცი ხო რაღაცა მარიაჟობაში გადაგვივიდა კი ანუ სტიფს ცოტა ნუ ბუნებრივიც არის ახლა ბავშვები პოპულარულები სადაც არ წავედი ამ ზაფხულს იგანაო სტიფი იქ რა ვიცი მე გინდა თბილისში გინდა ქალაქგარეთ სვამაძე მედიოდა ლაპარაკი და ეს ცოტა მარიაჟობაში გადაგვივიდა ნუ შეიძლება მეც როგორც ამ გუნდის შემქმნელს და ხელმძღვანელს და აქედან გამომდინარე თამაშებს აღარ გეგმავენ 2 იანვარს თუ 3 იანვარს ვითამაშეთ ბოლოს იმის მერე არანაირი აქტიურობა აღარ ჩატში აღარც იქ აღარც აქ და ამიტომ ვიღეთ გადაწყვეტილება რომ დავშალოთ და სტიფი დავშალეთ
სტიფი იმ შემადგენლობით აღარ იარსებებს, რა შემადგენლობაც იყო, როგორც არ უნდა გული დაგწყდეს და მალე ჩავწერთ ვიდეოს, დავიძახებთ ახალი გუნდის შესახებ ინფორმაციას მოგაწოდით და ისევ სტიფი ერქმევა, მაგრამ ამჯერად მოვაწყობთ შერჩევას. ესე უბრალოდ აღარ იქნება. თუ დავრწმუნდებით იმაში, რომ ვინ ჩვენთან მოხვალთ, გენდომებად თამაში და არაპოპულარობა და მარიაჟობა, მხოლოდ მაშინ იქნებით გუნდში. არავით არის სხვა შემთხვევა. სპორტსმენმა ქარი წვიმა თოვლი არ იცის, ისევე როგორც ჯარისკაცმა. რა თქმა უნდა. გუშინ წინ მაგალითად FC ისანის ვარჯიშიდან ბაჩოც როგორც ტრენერი, მეც, მშობლები ვინც ვიყავი და ბავშვები ყველა გალონპულისველები მოვედით. აი უბრალოდ მოვედი, გავიძრე ტანსაცმელი და წყალი გადავუილეთ და ჩავიცვით ახალი სუფთა მშრალი ტანსაცმელი. ყველა ესეთები წავედით. ესეთია სპორტი, თავგანწირვა და შრომა ბოლომდე. თავისი მუღამი ხო აქვს? კი. როსველდები და შენსაც რომ მაინც აკეთებდა ვარჯიში. მაგარია. თან რა ახლა სუფთა და კოპწია სტადიონზე რო ხარ და ტალახიანი რო არა ხვალ, მაგას რა ჯობია რა, ესე არ არის? კი. ხო, ასე რომ გული გწყდება, მაგრამ სტიფი სამწუხაროდ უნდა დავშალოთ. ხო, ინფორმაცია რა ფორმატითაც ახლა არის, აღარ იქნება. და როგორც ვთქვი, ისეთ გუნდს შევკრავთ, რომელიც ორიენტირებული იქნება ნამდვილად კარგ გემრიელ თამაშებზე და განვითარებაზე. კიდევ არის ერთი პროექტი და მალე ამასაც განვახორციელებთ. კი. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. სტიფიდან ნახონ წამოიყვანო. სად იყურები მიკროფონში ილაპარაკე? სტიფიდან ნახონ წამოიყვანო მა. სტიფიდან იქნება 1-2 ბავშვი, მაგრამ ვისაც თქვენ ფიქრობთ ეგ არა. არის ერთი პროექტი კიდე, პროსპექტის ლეგენდები. პროსპექტზე ჩვენ ყავს ძალიან მაგარი ფეხბურთელები, ძალიან მაგარი ბიჭები, ძველი თაობა. ჩემი თაობა რაღაც ძველი და აი ამ თაობას შევკრავთ. ძალიან მაგარ ბიჭებს, გუშინ ქონდა ეგ საძმოს საუბარი ქონდათ ბიჭებს და გავაკეთოთო და მე სხვა უბნები გამოვიწვიოთო და ეს ძველი თაობების, კაი ესეთი გემრიელი. ხო მაგარი იქნება. კაი მაგარი თამაშები ვნახოთ ხოლმე ამასობაში აფრიკის სტადიონიც დამთავრდება და რა მაგარი ჯახი გიყავს ჩვენ უბანში რა მაგრები ყავს პროსტა რა. აუ რო ჩამოთვალო ვინმე გამორჩება და გამიტყდება მაგრად რა. აი უკვე მაგარ გუნდებს ვავარჯიშებენ ესეთი ბიჭები და მოგეთ პროსპექტი შევკრავთ ძალიან მაგარ გუნდს. ნუ ჩაკვეს ვერ დავიმატებთ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩაკვეს როცა ეცლება ხოლმე მოვიწევთ და ჩვენ თამაშებს დაესწრება რა. ან რაღაც ვარჯიშებზე შემოგურბენს ხოლმე და პატარას გაამხნევებს ბიჭებს რა და მოგეთ ძალიან მაგარი პროექტი იგეგმება, ძალიან მაგარი და ამას განვახორციელებთ აუცილებლად და ამასობაში მე ეს თუ წლებში გაგრძელდება მისტერ გაბრიელი წამოიზრდება სიმაღლე საკრიფავზე ჩვენ დიდ ბიჭებს ლეგენდებს დაუდგება კარში და დაიცავს იმათ კარს რა ძმა მაგარი იდეა მოიფრინო მე მაგათ კარში ხო გაგისწორდა ხო მაგარი იდეა მაგარი მაგარი იდეა წავა სპოილერი პროსპექტზე ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს ჩვენ ძველი თაობა ძალიან მაგარი და დაელოდეთ მაგარი ბომბი დაიბატკუნებს. კი. კარგი, მოკლედ. მე ვიქნები მსაჯი. მსაჯი? არა, მსაჯი არა. საჯობას შეძლებ შენ, რატო ვერ შეძლებ? დიდ ფეხბურთში რა წესებია. სირბილი შეგილია წესები იცი. სამართლიანი ხარ. არ გაინტერესებს რა ხდება და როგორ სახესაძრობა ესეა ბოჭა. მოსყიდული არა ვარ. მე ვერაზოს ვერავინ მომისყიდავს, როდესაც მე ვარ მსაჯი. კი. ვერაზროს. აი ეს მელოდიკაცი რა ქვია? კოლინა? ხო, კოლინი. კოლინა, შენ იქნები შუბითა. საჯობ ხوارია. არა ეს. საერთოდ არა. მე კარო. ხო, ნუ დიდების თუ მოგვანდობენ და ამ პატვის წილად გვარგებენ, მე თუ საჯი არ გეყოლებათ ყოველ შემთხვევაში მაშინ მე ვიქნები. ჩაუწყობ საქმეებს, რომ ეს იყოს რეფერი. კაი, დღეს ამი დავიშალოთ მეგობრებო და ბაინცულები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამოვიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო და უბრალოდ ეს არის რაც არის რა. მამაშვილური Beat and Ball თუ როგორ გვაწერია, ეგრეა რა. Beat and Ball, yes. Yes. See you next time, my friend. აბა მიცვალებთ დაგიფაროთ და წარმატებები. Yeah. ეს არის რაც არის. So, ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმე. ბექადეშულა 83. მადლობა.